ერთხელ შუადღე მშვიდობის ვაგრძელებთ ჩვენ თქვენთან ურთიერთობას და მაყურებელს ვეტყვი, რომ ცოტა ხნის წინ თბილისში სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში იტალიური საბავშვო ბრენდის ჩიკოს შოურუმი გაიხსნა. პრემიუმ ხარისხის ბრენდი ცნობილია მაღალი ხარისხით და ასევე უსაფრთხო პროდუქტების წარმოებით. ჩიკოს მისია კი გახლავთ დააკმაყოფილოს თანამედროვე მშობლების საჭიროებები და უზრუნველყოს ბავშვების ზრდა განვითარება. ბრენდის პროდუქცია გამოირჩევა ასევე ინოვაციური დიზაინით, ფუნქციონალურობით და უსაფრთხოებით ამ ყველაფერთან ერთად და დღეს შუადღის სტუმარი გახლავთ ჩიკოს ბრენდ მენეჯერი თაკო კობახიძე, რომელიც უფრო მეც მოგვიყვება საბავშვო პრემიუმ ბრენდის შესახებ. თაკო, მოგესალმები პირველ რიგში და მაყურებელიც ხედავს ძალიან კარგად იტალიური პრემიუმ ბრენდის ჩიკოს ბავშვთა მოვლის კატეგორიაში ძალიან საჭირო ნივთებს, მათ შორის საბავშვო ეტლებს, სავარძლებს, მანქანისთვის განკუთვნილს, რომელსაც ეგრეთ წოდებული ქარსითი ეწოდება და ასე ვიხსენიებთ ხოლმე ამ ყველაფერს და დავიწყოთ საუბარი მით უმეტეს სულ ახლახანს სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში, როგორც აღნიშნეთ, ჩიკოს შოურუმი გაიხსნა. მოგვეყევით ამ სიახლეების შესახებ? აუცილებლად, პირველ რიგში მოგესალმებით, და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ქარვასლაში გაიხსნა ავერსის რიგით 373 აფთიაქი და მასთან ერთად გაიხსნა ჩიკოს შოურუმი, სადაც წარმოდგენილია ბრენდის სრული ასორტიმენტი. და ორი სიტყვა ბრენდზეც, რომ თქვათ, ეს არის ბრენდი, რომელსაც მთელს მსოფლიოში ენდობიან დედები. და ჩვენთან დაბადების პირველივე დღეებიდან, რაც შეიძლება ბავშვს დაჭირდეს, ეს შეიძლება ტანსაცმელით დაწყებული, ფეხსაცმელი, ინვენტარი, მოვლის საშუალებები, სრული ასორტიმენტი არის წარმოდგენილი. კი ბატონო. და ნაწილი მათი შეიძლება ითქვას, რომ ახლა ჩვენს სტუდიაშიც არის. პატარა მოკლე ექსკურსი ამ ბრენდის, ასე ვთქვათ, ისტორიის უკვე შემოგთავაზეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ უპირატესობებზე, რომელიც ახასიათებს მას, ვთქვათ, რამდენად მაღალ ხარისხს გვთავაზობს, რამდენად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, მით უმეტეს თანამედროვე მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაშინ, როდესაც ბავშვების კატეგორიას ეხებიან და ბავშვებისთვის განკუთვნილ ნივთებს ბუნებრივია, რომ არსებობს, ხო, ეს მნიშვნელოვანი საკითხები, რადგან ვამახვილებთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში ყურადღებას. დიახ, ბრენდი სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და გამოირჩევა მისი ინოვაციური და უსაფრთხო პროდუქციით. უსაფრთხოება ეს არის ნომერ პირველი, რაზეც დედები ზრუნავენ და მამებიც, რა თქმა უნდა, და ყველა მშობელი. და ეს ბრენდი ნამდვილად ამ ბრენდს უკვე სახელი აქვს დამკვიდრებული, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საბავშვო ბრენდი. გამოირჩევა მისი ხარისხით, აი მაგალითად რომ ვისაუბროთ ქარსითზე, ეგრეთ წოდებულ მანქანის სავარძელზე, უსაფრთხოებასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის შეიცავს ისეთ ქსოვილებს, რომელიც ბავშვის, ანუ დიდხნიანი მგზავრობის შემთხვევაში გადახურებისგან იცავს. ეს არის მისი უპირატესობა, მაგალითად ქარსითის შემთხვევაში. ყველა პროდუქტი არის რამდენიმე მხრივ გამოყენებადი. აი მაგალითად ფუნქციონალურობით გამოირჩევა და ზუსტად აი ამაზე ამახვილებთ თქვენს ყურადღებას. აი ეს მანქანისთვის განკუთვნილი სავარძელი, რომელიც ყველაფერთან ერთად ძალიან საჭირო ნივთია მშობლებისთვის, იმიტომ რომ გვიადვილებს ხოლმე გადაადგილებას, როგორც დედაქალაქის, ასე ვთქვათ, ქუჩებში, ისე შორეულ. ხო, და ძალიან მაგარ დეტალს გაუსვა ხაზი ჩვენმა სტუმარმა, რომ აი ამ ბავშვის, ვთქვათ, პირობითად რომ მიდიხარ 3-4 საათიან მგზავრობაში, ბავშვის ზურგი არ სრულდება ამ შემთხვევაში, უფლიანობა ნაკლებია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახერხებელი იყოს ეს ყველაფერი. ამიტომაც არის, რომ აი შერჩევის მომენტში ყოველთვის დილემის წინაშე დგებიან ხოლმე, რომ რომელ ბრენდზე უნდა შეაჩერონ არჩევანი და აქ არსებობს მთელი რიგი ვთქვათ უპირატესობები, რასაც ვამახვილებთ ჩვენს ყურადღებას. და აი ეს უპირატესობები ანიჭებს ზუსტად უპირატესობას აი ამ ბრენდს, რო არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გამორჩეული ბავშვთა კატეგორიაში ამ მიმართულებით. ასევე საბავშვო ეტლი, დიახ, ეტლის შემთხვევაში ეს არის რომელიც გარდა რომ ვთქვათ ფუნქციონალურობა ახსენეთ, მნიშვნელოვანია რომ დიზაინით აკმაყოფილებდეს ჩვენს სურვილებს და მოთხოვნებს, არა?
დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია. მსუბუქი უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი ეს არის ეტლის შემთხვევაში და ძალიან მსუბუქია. მანევრირების საშუალება უნდა კონდეს ეტლს და ადვილად უნდა იკეცებოდეს, ანუ ადვილად კეცვადი არის. ასევე ეს არის 2-1-ში პროდუქტი, ანუ როდესაც ჩვილი არის, ეს დიახ, შეგვიძლია ეს დავამაგროთ და სეირნობისას რომ დაიძინოს პატარამ, ადრეულ ასაკში ძალიან კომფორტულია და ეს მოსვენებულ მდგომარეობაში რომ იყვნენ და სრულფასოვანი ძილით შედიან. აი თქვათ ეს ეტლები რომ რა ასაკამდე არის განკუთვნილი? ეს არის 22 კილომდე არის, 0-თვიდან 22 კილომდე არის განკუთვნილი. ეს არის დაახლოებით 4 წლამდე ასაკის ბავშვისთვის. ჩვილობის ასაკისთვის ეს ორივე მაგრდება როგორც სახით დედისკენ, ისე პირიქით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ სახით დედისკენ ეს უკვე ჩვილობის ასაკში და შემდგომ როდესაც ბავშვი უკვე იწყებს შეცნობას სამყაროსი, რომ მოვაბრუნოთ და უკვე ისევ ასეირნოთ სასეირნო პოზიციაში. რატო მარტო დედისთვის, მამისთვისაც კომფორტულია? ორივე მშობლისთვის და ბები და ბაბუისთვის. ხო და მამის საერთოდ ვინც ასეირნებს ძალიან კომფორტულია, როდესაც თვალსადენი ხო არ გიწევს თქვა ამის აწევა და ხედვა პირდაპირ თვალში ხდება ყველაფერი. და თაკ აუცილებლად მინდა აღვნიშნოთ და შევეხოთ სხვა პროდუქტებს, რომელსაც იტალიური პრემიუმ ბრენდი ჩიკო აგვთავაზობს, მათ შორის ბავშვის მოვლის საშუალებებს და ასევე სათამაშოებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მათი ზრდაგანვითარებისთვის და აქაც ალბათ ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი უკავშირდება მის ხარისხს, ხო? აქ არის მუსიკალური სათამაშოები, მათ შორის წარმოდგენილი, რბილი და განმავითარებელი კი. დიახ, ჩიკოს ერთ-ერთი უპირატესობა ძლიერი მხარე არის, ასე რომ ვთქვათ, მისი სათამაშოები, რომელიც არ შეიცავს ბისფენოლ A-ს, რაც ეს არის მავნე ნივთიერება და სრულიად უსაფრთხოა, შეგვიძლია ვანდოთ ჩვენს პატარებს ეს სათამაშო და არაფერი დაუზიანდებათ, ასე რომ ვთქვათ. არის მუსიკალური, განმავითარებელი და სხვადასხვა სტილის სათამაშოები, რაც კი შეიძლება პატარას დაჭირდეს, მუსიკალურთან ერთად მანათობელი სათამაშოები, დათუნიები არის საყვარელი, ეს აქ რომელიც არის წარმოდგენილი პატარას ბილი, დიახ, და დაბადების პირველივე დღეებიდან უყვარდებათ ეს სათამაშო პატარებს და შემდგომ მასთან ერთად აგრძელებენ, ასე რომ ვთქვათ, ზრდას. მე არ მქონია ესეთ სათამაშოები ბავშვობაში. ისეთი გულდაწყვეტილი ხარ, მე მგონი ახლა წარიწყოდი. ხო, დიახაც გავერთობოდი. სიამოვნე, სამწუხაროდ ეტლი 22 კილომდეა. თორე გაისეირნებოდი. იქნებოდა ცუდი. და მადლობა ძალიან დიდი. კიდევ რამის დამატება ხომ არ გსურთ? ეტლებზე დავამატებდი, რომ UV ფილტრი აქვს ეტლის, აი ამ ზედა ნაწილი. ეს გულისხმობს, რომ მზისგან დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია 21 საუკუნეში უკვე ყველა გათვითცნობიერდა ამაში, რომ მზის მავნე გამოსხივებისგან და დავიცვათ ჩვენი თავის და ჩვენი პატარებიც და ჩიკოს ეტლებს არაერთხელ ვახდენთ ხოლმე სხვათა შორის. დიახ, და ჩიკოს ეტლებს აქვს ზუსტად ეს UV ფილტრი, UV50 მზისგან დამცავი გაორმაგებული, ასე რომ ვთქვათ და ეს არის დამატებითი მისი პლუსი. ესე იგი, მავნე მზის სხივებისგან რომ დავიცვათ ჩვენი პატარები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, წარმატებები. თქვენც ასევე დიდი მადლობა.